იქ სადაც ადრე კიო და ტურა ჩვენ გავაშენეთ ჩაის კულტურა. ყოველთვის მეგონა რომ ასეთი სულისკვეთება მხოლოდ კომუნისტებს ჰქონდათ, თუმცა არა. გიორგი სვანიძე, ჰოლანდიაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი უკვე 1 წელია მილიონებს ხარჯავს კოლხეთის დაბლობზე ჭაობების ამოსაშრობად, რომ იქ ბაღის კულტურები გააშენოს. ელექტროხერხისა და ცულის ხმა მამათის მიწებზე უკვე მეხუთე თვე არ წყდება. გაველურებული და დაჭაობებული სავარგულების ათვისება ასე მასშტაბურად კოლექტივიზაციის შემდეგ არასდროს უცდიათ. საბჭოთა პათოსის მაგიერ პროექტში ამჯერად კომერციული ინტერესი ხდება. ქართულ-ჰოლანდიურმა კომპანია დემეტრამ გურიას სამეგრელოში 1000 ჰექტრამდე მიწა შეიძინა და მის კულტივაციაში 3 მილიონ ლარს ხარჯავს. მიმდინარეობს სამუშაოები, რაც ქვია არხების ამოწმენდა, გზის გაყვანა და ყველაფერი ეს თუ ყველაფერი არ მოხერდა, არ დამზადდა, არ გაკეთდა ახლა ამ პერიოდში. ახლა მაგას საგაზაფხულო სამუშაოები ჩატარებს და რთული იქნება. აბაშაში წელს 350 ჰექტარზე სორგო დათესეს და პირველი მოსავალიც მიიღეს. უცხო კულტურა, რომელიც საქონლის საკვებად და ეთანოლის მისაღებად გამოიყენება, მაღალი 50%-იანი რენტაბელობით გამორჩევა. თუმცა სოფლის მეურნეობაში ჩადებული მილიონების ამოღებას მაინც წლები დასჭირდება. ეს პირველი სეზონია და ამ წუთას რთულია ჩვენ მოგებაზე ვილაპარაკოთ. მეორე სეზონისთვის აგრეთვე ჩვენ დაგეგმილი გვაქვს კომბაინების და კიდევ ახალი ტექნიკის შემოყვანას. ჩვენ ვაპირებთ აქ სილოსის და საშრობი შესანახი საწყობების მშენებლობას. კომპანიამ უკვე ათვისებულ 27 ჰექტარზე დეკორატიული მცენარეების სანერგეც მოაწყო. ფინიკის პალმისა თუ ირმის რქის ნერგად გამოყვანას სულ მცირე 3 წელი სჭირდება. თუმცა ინვესტიცია მაინც მომგებიანია. მოთხოვნი არის და როგორ იყიდო, ძალიან ძვირი ღირს ეს დიდები ღირს და ეს ამის ფასი იწყება დაახლოებით ცოტა აი საშუალების $1000-დან და თავდება დაახლოებით 5-6000 დოლარამდე რაცირი. ძიმე სამუშაოს მიუხედავად, პროექტში 80 ადგილობრივია დასაქმებული, რომელთა საშუალო ანაზღაურება 400 ლარია. კოლხეთის დაბლობზე საუბარში შემოგვერცხება ახლა ნინო ორჯონიკიძე, კომპანია დემეტრას დირექტორის მოადგილე. გასაგებია თქვა ისე ტრადიციული კულტურები როგორც არის თქვა სიმინდი, სოიო და ასე შემდეგ და მათი გამოყენების გზების საშუალებები და რეალიზაციის ბაზრები, მაგრამ რაც შეეხება პალმებს, აი რატომ პალმები, რაზე გათვლით, ვიზე გათვლით, სად გაყიდით ამ პალმებს? თან 3 წელიწადში მე მგონი მიაღწევს ისეთ ზომას 2-3 მეტრს, რომ ტრანსპორტირებადი იქნება, არ ვიცი. რა თქმა უნდა, იქნება ჩვენს მიერ შესწავლილი იქნა ბაზარი, როგორც შიდა სამომხმარებლო, ასევე ძირითადად ევროპის ბაზარი და შესწავლილი იქნა ნიადაგი კლიმატური პირობები და მინდა გითხრათ რომ ექსპერტთა დასკვნები საკმაოდ დამაიმედებელ პერსპექტივას იძლევა. რა თქმა უნდა, ჰოლანდიაში. ჩვენ ვფიქრობთ რომ სულ მალე, სადღაც 2 წელიწადში ჩვენი სანერგემეურნეობა, ძირითადად პალმების სანერგემეურნეობა ჩაერთვება იმ ქსელში, იმ ევროპულ ქსელში და ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს. და როგორ მოგებაზე გაცვლა შეიძლება გქონდეს? სადღაც 2 წელიწადში ამ პალმების სიმაღლე ფინიკის პალმის 2 მეტრი იქნება, მარაოსებრი პალმები უფრო დიდი იქნება და შესაბამისად ტრანსპორტირებას გაუძლებს და იმედი გვაქვს რომ სერიოზულ მოგებას ვნახავთ სადღაც 200-300%. დიდი მადლობა, საინტერესო ბიზნესია. თუ კი სამეწარმეო მუხტი თქვენს გადმოგედოთ, მაგრამ სათანადო სახსრები არ გაქვთ, გაცნობებთ რომ დღეიდან კრედიტის აღების კიდევ ერთი შანსი გაჩნდა. კრედიტებზე გაზრდილი მოთხოვნის პასუხად ბაზის ბანკმა გრძელვადიანი სესხების მოზიდვა დაიწყო. ოპიკისგან მიღებული $5 მილიონი 10 წლიან შეღავათიან სესხს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესს 18%-ად მიასესხებს, საომავლოდ კი განაკვეთის შემცირებასაც გვპირდება. მოგეხსენებათ, რომ დეპოზიტებს ჩვენი მოქალაქეები ანთავსებენ 1-2 წლით მაქსიმუმ და არადა ეკონომიკური სუბიექტებისგან არის გრძელვადიან სესხებზე მოთხოვნა. ამით დრამატული მოვლენები არ არის მოსალოდნელი, იმ თვალსაზრისით უცბად ჩამოვარდეს სასაბროსტო განაკვეთები. რა თქმა უნდა, ზრდაზე საერთოდ აღარ ალაპარაკი. რა თქმა უნდა, საბროსტო განაკვეთები შემცირდება. დღეს ჩვენ საუბრობთ ისეთ განაკვეთზე, როგორც არის 18. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 18 არის ის განაკვეთი წლიურად, რომელიც დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ არის ახლოს საბაზროსტო. კრიზისი დასრულდა თუ არა, ან ხომ არ დადგა პოსტკრიზისულ განვითარებაზე ფიქრის დრო, ამაზე არ უმსჯელია ჩვენს მაყურებელს ლადო ტაკიძეს, როდესაც ამ დღეებში ვაჟას გამზირზე მაღაზიის გახსნა გადაწყვიტა. 40 წლის 4 შვილის მამამ მაღაზიის ბიზნესი ადრეც 2-ჯერ წამოიწყო, თუმცა სხვადასხვა პრობლემებმა პროექტები ჩაუშალა და ახლა კიდევ ერთხელ იწყებს. ნახოთ, როგორია მისი გათვლები. ვლადიმერ ტაკიძემ სურსათის მაღაზია 4 დღის წინ გახსნა. ვაჭრობის სფეროში უკვე 10 წელია რაც მოღვაწეობს. ობიექტს ყოველთვის იჯარით იღებს და ამ ხნის განმავლობაში უკვე ბევრი ადგილი გამოიცვალა. შრომობთ მთელი ოჯახი. გიორგი, ეს არის ჩემი
პატარა გიორგი და ყველაზე დიდი მომხმარე ჩემი. გვეხმარება ამის გარდა კიდე 3-ია, მაგრამ არც ერთი არ მეხმარება. ინთაროს აქ დაბლა. ეს მაგიდა შეიძლება იქით და სათამაშოების სექცია იქნება ის თარო. მოგწონს? სტილო, უმატებთ, ეხლა ნიკორას შემოვიდანთ, მე ხორცის. მომხმარებელთან განსაკუთრებული ურთიერთობაა საჭირო. მაშინ, როდესაც კონკურენტი ყოველ ფეხის ნაბიჯზე ყავს, ყიდველი ფასით და მომსახურებით უნდა მიიზიდო. დაახლოებით 1000 ლარი უნდა ივაჭროს მაღაზიამ, რომ იჯარაც გადაიხადო, ხელფასის გადაიხადო, მოგებაც კონდეს. ყველა გადასახად დააკმაყოფილო. გამყიდვას ვარჩევთ იმის მიხედვით, ერთგულების მიხედვით. როგორი მუშაობს. ეს ყველაზე ტკივნეული თემა არის მაღაზიაში და ვაჭრობაში საერთოდ. ბევრი პრობლემა გადავიტანე, ბევრი გაჭირვება გადავიტანე, მაგ ხრივ ზოგმა მომატყუა, ზოგმა უხარისხოთ იმუშავა. თანხის დაზოგვა ინვენტარზეც მოუწია, რაც შეძლო საკუთარი ხელით გააკეთა. დახლებსა და თაროებში $1700 მოსთხოვეს. მეგობრის დახმარებით კი 700 ლარად თავადვე ააწყო. ოჯახისთვის დრო ცოტა რჩება. შრომატევადი სამუშაო დღე თითქმის 16 საათს გრძელდება. როგორ განვითარდება მცირე ბიზნესი, რომელიც ლადომ 3000 ლარით წამოიწყო, ჩვენ თვალს მივადევნებთ, მოვინიშნავთ პრობლემებს, რომელსაც ის გადააწყდება და იმასაც თუ რამდენად შეძლებს მათ გადაჭრას. მანამდე კი მათთვის, ვინც სწავლა ახლახანს დაასრულა და საკუთარი საქმის წამოწყების ნაცვლად სამსახურის შევნას ცდილობს, გუშინ შრომის ბაზრობა მოეწყო. თუმცა რეალური შედეგი იქ მისული